მშობელი დედაო იყო ქართველიო, ასეთი რაღაც. აი, ერთი რამე უნდა ვიცოდეთ შემდგომ, ესა უცოდინარობის შედეგი. იმიტომ რომ ადამიანს რომ მქონდეს საკითხული ახალი ახლა, ხო, მაშინ ის მიხვდება, ძველი ახალსავი მარტო ახალი ახლა, მიხვდება რომ თიშობელი და ვინ იყო გენეალოგიით. ის ებრაელი ადამიანი იყო კაც. უფალი როგორც კაცი მოვიდა როგორც ებრაელთა ტომიდან კაც. იმიტომ რომ ერთადერთი ებრაელს გააჩნდა სწორი სარწმუნოება კაც. ეს არის ის ხიბლი და ილუზია, რომელიც უნდა ქართველებს მოგვახმენ თავი. მოგამეორე. თან ახლა რაზე მინდა მე პატარა კიდო შევეხო, ასეთი ილუზიები და ასეთი ახტაცებული პროცესები გვაქვს ხანდახან ჩვენ ადამიანებს და ძალიან ადვილად ვირყევით ხალხო აქეთ იქით. მეც მქონია ასეთ შემთხვევა, რომ არა ჩემი უფროსი ადამიანები, ჩემი მღვდელმთავარი, სხვა მოძღვრები ჩემი ასე ვთქვათ. ისეთ მღვდელმთავრები და აი დიდი სიყვარული მეც მქონდა დაუშვათ ზოგიერთი აი ესე ახტაცებული რაღაც პროცესები, ჩემი ხიბლური პროცესები, სადაც ხან იქით მივეცემოდით, ხან აქეთ მოვეცემოდით. ყველაზე მეტად უნდა გავხსნილეთ დღევანდელ დღეებში აქვთ განსაკუთრებით მართლაც მე ეთახმები ზოგიერთ მღვდელმთავრების აი ინტერვიუებს, რომელიც დევს ინტერნეტებში, რომ ზოგიერთი ტელეგადაცემები ემსახურებენ შემოხალხო უფრო მეტად ხიბლურ პროცესები, რომ შემოვიტანონ ეკლესიის სიღრმეში. ამას ძალიან უნდა გავხსნილეთ. როცა ეკლესია მაგალითად გააფრთხილებს და თეთრი ერთი მძიმესავით გიწევს ასე თეთრ შავზე გიწევს, რომ განერიდეთ დაუშვათ არასწორია ის ავანტყოფიკაცია, მაგრამ თავის გაჭირება კაც როცა ავანტყოფია და ხიფში ყავს ეშმაკ შაგდებული და ესენი უნდათ რომ წმინდანები მაგ იგრო ნიკოლოზი ყავთ ერთი თუნდაც ბერი და რაღაცები. ხო. ასეთები არიან შემოხალხო სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც ვასილაძის მიმდევრებები. აი თუნდაც ვასილ ახლა ერთი რამე ვასილაძე თუ ვინმე იცის მე ვიცი. თქვენ ჩემზე კარგად იცით რომ მართლა ვასილაძე რომ მოდიოდა სულ ერთად ვიყავით. მეც მქონდა ეს ერთგვარი ხიბლი და მე თქვა რა ხდება ამ კაცს შენ სიცოცხლეში არ ასვენებდნენ ეს ძალები და მით უმეტეს იმის რომ არც ერთი წერილი მამა გიორგის დაწერილი არ იყო. ამას მე თქვენ როგორც მოგჩერ ისევიც ამას წერდნენ ზოგიერთი ძალები. ის ძალები რომელიც ეკლესიაში უნდა დომხალ შემოვიტანა და უნდა დღესაც შემოვიტანა. ესა ის ძალები მე მქონდა როდესაც მოდიოდნენ ისინი და თვითონ გიორგის ისე ეშინოდა იმგენს როგორც გალახული ძაღლი რო იქნებოდა აი რაღაც რომ მიჩერებია ხო ერთი წელიწადი რომ ზარმა ჯობს უყეფავ ისე იყო მაგერის მიმართებაში. და როდესაც მქონდა მე რომ გამერცნა ას და გონი და გამერცნენ და დამეხმარენ და 1000 რაღაცა და მივხვდი რა იყო და რა შემდგომარეობდა. თვითონ ეს კაცი თვითონ გავუროდა მას. აი ამ ძალებს. და მე რომ მქონდა და მეთქვე მამაო შევშორდი ამას. შენ არც ვინ არის მომკლავე მოსეჩი. და რამდენი წერილი მე ვიცი, როდესაც სხვადასხვა ჟურნალებში და თვით კარიბჭეში და წერდნენ ამ სტატიებს მე და მის სიცოცხლე სხვადასხვა ჟურნალებში წერდნენ. არც ერთი მისი არ იყო და რამდენჯერ ყიდულობდნენ მეუბნები, რატო ყიდულობთ? არო მაინტერესებს რას წერენ ეგენიო. იმიტომ ამა თვითონ არ იცოდა. მოვიდნენ რამოდენიმე ჟურნალისტები ძალებისგან თუ რა იმეთმაი საიდან ვითომაც არავით არ ინტერვიუს საუბრეს რამე სიტყვებს დაიჭერნენ რომ დანარჩენს თვითონ აკეთებდნენ. აი მაგალითად ზოგიერთი ადგილები რომელიც მე ერთხელ მქონდა მის მე გამოცემ თუნდაც ჟურნალებში დამახინჯებები. რომელიც არც ერთი ამისი არ იყო საწყალს. და ამიტომ უნდა განმერიდოთ ახლა ძალიან არაკეთილია როცა გარდაცვლილი ადამიანის პროცესზე ისაუბრება. და როცა გაიხსნა მე ასე ვთქვათ კარტებიო და ასე ვთქვათ მათი ძალები და გამოაშკარავდა ვერამეში არა მარტო მე არამედ აი მამა ილარიონი დიაკონი იყო მაშინ. ჯო კაც პატრიარქს აგინებდა კაცო. ამის წმინდანი უნდა გახადო. მე სხვის მონაყოფს კი არა. ჩემი ყური როდესაც შეეშუმეთ გაჩერდი მალე დადგებოდ რომ პატრიარქსო კალესო და თქვენო დედა გეტირებოდო. ოთხა შეეშუა ძალებს. ბოშოდი რაგინი შენ დებილი ხო მომკლავე. ჯო არ გახსოვს კვიპრიანი კართაგენელი მეთქი მე უთხარი გაცოდა. რომელი კვიპრიანი კართაგენი მე ვნახე თქვენი დედაო. სულსაც ხარების ეკლესიის წინ იყო ეს პროცესი ვიღაც ახალგაზრდა ხალი ახლა გორჩი. ეს რომ მოისმინა ხო ამ ხალხმა მიატოვა და გოგონა და წავიდა. მე სწავლებები ქონდათ ისეთი დამახინჯებები გაგეცინებოდ. რომ
აი პირველ შეწირულზე წერა პირველ შეწირულზე იმაზე სებესკვერი მოპარე. წავიდა და ნახა ხალ არა პირველ შეწირულზე ეს ხო ოჯენური 4-ია. წირვა არ დგება. პირველ შეწირულზე შევზე კვირას დამგარე ტარიგზე უნდა მოხდეს უკვე ესე იგი გაგრძელება პროცესის, ანუ აი ლოცვა, რომელსაც ეს უკვე შეწირული, ამეთქვა პირველ შეწირულზე შეწირული ტარიგი უნდა დაიჭეროს მერე და მიიღოს მრევლობა, ვის უნდა ეზიაროს. თან დიდმა ხო შეეცდა, აქ ის უწერია დამახინჯება ეკლესიალობით, თუმცა მან ადგა დააყენა წირვა. ანტიეკლესიური პროცესია. არის ძალიან ბევრი რაღაცები შემოხატული. თვითონ გამოცხადებების. ამიტომაც ძალიან უნდა მოვირიდოთ. მაგრამ თქვენ არიფერ რამძალებს არ კონდეს თავის არაკეთილი სული. აი გიორგობიანი და ამგერის გადაცემაში პირდაპირ გეტყვით. სასწაული საიდან მოიტანა ესწავლება სული წმინდა ვითომაც ამ ნიკოლოზ მათარაშვილი თუ რაღაცა რომ მიდის ვითომ ვიდეო აქვს ამ გადაღებული ვიდეო რომ მიდის ეს ადამიანი ჯერ ვის უნახია წმინდანი თავის რეკლამას აკეთებებს და ვინმეს გადაღებდა რა წმინდანი რომ გამომჟღავდებოდა წმინდანი იყო იმალებოდა მონასტერს გარბოდნენ ისი მეცხოვრება სხვადასხვა წაიკითხეთ შემოხატა წმინდანი თუ გამოაშკარავდებოდა რომ ის დიდი წმინდა ილარიონ ქართველი ილარიონ საერთოდ არ უნდოდა და ძალიან შემიშალაო ხელი საერთოდ არ უნდოდა რომ დაენახათ ეს მშობლებზე კი არა ლაბარაკი რომ თავისი ამ დიდება მიწიური არ აინტერესებდა წმინდას მიწიური და დიდება აინტერესებს მხოლოდ ხიმში ჩავრული კაცს არაკეთილ სული როცა შეიპყროს მას ხო და აი ესეთ რამე ვითომ ვიდეო სადაც რაღაც ყოღვებდა რაღაცა რომ იმას და აი შეხედავ ეს სული წმინდა არის სად მიიღენ ეს ვის უნახია სული წმინდა შენ ან თვალით იხილო, ან ვიდეო ავიმეთი ეს ხო დამახინჯებული აზროვნების შედეგია. სული წმინდა ერთადერთი მხოლოდ მაშინ იყო, როდესაც ხილოთვალი ტრედის სახით, არა ყოღობუზის სახით. გადმოვიდა ნათლისღების დროს კაცო. და აპატიოს მსახიობის ყურე ეს მსახიობური სული და რაღაც ეკლესიური წიაღში უნდა შემოვიტანო კაცო. ეს ასე არა, ამას ინებზე მოვისმენ ერთ-ერთი მოდელი გამოიყო, თუ დამცველი გიორგისა. საერთოდ არ დამენახე ეს მოდელი მე მამა გიორგის გვერდში. როდესაც მამა გიორგის შემთხვევით ამდენჯერ მოუწია ფული, ხანებს მიდიოდ, ხანი ისეთი ურთიერთობა ქონდა მე და მაგაც ერთმანეთთან. მე მართლა მიყვარდა და მეწოდება დღეს ეს კაცი. მიცვალებულსაც არაც შედებენ. წარმოიდგინეთ შემოხალხო. და მიცვალებულის გაკერპება და არასწორი პროცესი, ეს არის ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი არის. ხო და ეს მოდელი გამოდის, ძალიან ნასწავლად გამოდის და ვითომ მიუთითებს ზოგიერთ მოდელებს და განიკრიბებს უძლებს ვინც მამა გიორგის სწავლებები არ მოწყობს, არასდროს მამა გიორგის ამგერის სწავლებაა, დაწერილი დამახინჯებები. და მაგიგერო რამხელა დიდი იყო ეს ამბობს, რომ სიკვდილის შემდეგ არქიმანდრიტობა მიანიჭება. მან ამ სისულელით მისი უცოდინარობა საეკლესიო სფეროში გამოამჟღავნა აი საწყალმა მდელმა ვინც იყო ეს. კი როგორ შეიძლება გარდაცვალების შემდეგ ადამიანი ან მონათლო ან რამე ტიტული მიანიჭო. ეს არის კომუნისტებს ხონდა გმირობა სიკვდილის შემდეგ. მოგამიგე ეს აზროვნება ეს. ხო და ამიტომ აი ესეთ რაღაცებს უნდა განვერიდოთ. ჩვენ ერთადერთია მე ამას ნამდვილად იმიტომ რომ მე მართლა ვიხსენიებ გიორგის მე უკვე გალაზადე მართლა იხსენიებს მე ვიცი რომ პატრიარქი იხსენიებს გიორგის კაცი რომელმაც მაპატიოს ღმერთმა და ტარიგი აგე მამა ნეუფეტია დიაკონი იყო მაშინ მოწამეთაში ტარიგის გადაგდება უნდოდა პირველ შეწირულს იმაზე და რაშობი მამა უნდა გადაეგდო მამა ნეუფეტი და რომ მიიღო კუნჩხევში ჩავარდა ძაღლივ ტყეფა დაიწყო შეეკითხე მიდი იქ მამა დავითი არის მოწამეთაში ბარძიმი რო გამოროცა ხელსაბანში როგორ გადაასხა ამნერი ადამიანი გინდა წმინდანი საწყალს თავის გაჭირება აქვს და უნდა ილოცო ღმერთს კიდო რომ შეეპატიოს ჩვენი გვეპატიოს ჩვენი სოდები გაწოდა რომელიც წმინდანობაზია ლაპარაკი 1000 რაღაცა იყო შემოხმო რომელიც ყველაფერს ჩვენ არ მომარა უნდა განერიდოთ ამას წმინდანობა ეს ასე კი არა ვიღაცებს უნდა წმინდანობა ეს ზეგარდამო გამოცხადებით ხდება ღვთის განგებით ვინც არ უნდა იყოს თუ ღმერთი ინებებს ის წმინდანი წმინდა და როცა შენ რაც თელმა ქვეყანამ როინდომოს თუ ღმერთი არ ინებებს ის წმინდანი მასე არ არის კაცო აცი რომელსაც კიდო გეუბნებით აი ეს პროცესებს ზოგმა თქვა კი მაგრამ შეიძლება შეაგენა პატრიარქის გინება ეს შინად როა კაც მაგრამ ამ სიწმინდეებს რო კაცი შეეხება
და ბარძიმის დროს ამას გააკეთე. ორი სებისკვერს არ ხმარდა მეუფე მაუზალა დუმილი ვითომ დაიწყო დუმილის ვის გაუკონია წირვა დუმილი დღეს. გამოდიოდა ფეჩი შეიძლება პურს დააჭვარტლავდა რაღაც ამით უნდა ეწირა მეუფე გაიგო მას დროებით განაყანა. უცბენ არ შეიძლება თანამწირველი დაუყენა სხვას გვერდში. ის სიცოცხლეს გეუბნება. ხო დემთავარ წირვაზე ვერ უდგებოდა. არავაც კი დემთავარ შევიდა წირვას დააყენა მიწის გაიქცევდა. ავიც მე შეიძლება თქვენი აზრზე დაუკვირდი და მივხვდებით რაც. თავის გაჭირება ქონდა. მე სხვისგან არ გეუბნები, აი ჯვრის მადმა იცის. მე რო უთხარი და მამა ილარიონი იყო მაგ დიაკონი ჩემ გვერდში. დაანები მაგეს თავი მეთქი. მომკლავე. და რასი გეშინია მეთქი. ზუსტად პიპრიანი კართაგენელი რო უთხარი. რომელი პიპრიანი მენახე და მე დაიწყო პატრიარქს გინება კალესრად მე უკვე კალესრად კალეთ მოიხსენე უთო შენ აგეგე იმ პატრიარქს იმას კალეს იმას დედას გი აგვისტომდე ვერავა დამაიწყება აგვისტოს ომი და უთომ სანამხტებო თქვა რო ახლა დაიწყება რუსეთში შემოვა დედას გიტირებენ სულ ყველას ვაქანა სამდომდას უდირებენ პატრიარქს გადმოაგდებენ მეგრული კლანები მოვა აქ და ნახე რა დატრიალდეს ამაგა არაკეთილი ძალებს გქონდათ ეს იდეაში. საათქვენ არ ვქოთ ისე რაღაცა მოწამით ეს გარემონტება მითხრა ამდენი ხნის წინ, იცი? მაგრამ ერთ შეცა საბაგირო უნდა ყოფილიყო გამოვა. არის ძალები რომელიც ამ სფეროში მუშაობს, მაგრამ ღმერთი ხო იცი? ძაღლი, ყებსო და ქარავანი მაინც მიედინებო. ამგენმა რაც არ უნდა იყეფონ ამ ძალებმა. ამ ეკლესიას ვერავინ ვერ შეაჩერებს. იმიტომ რომ ისი ხელმძღვანელი არის უფალი მერტი ყველაფერი და ღვთისმშობელი დედა ჩვენი დიდი მეუღლე ჩვენი ხაროლებია დიდი წმინდანები ჩამგეს ვინმე არ არის ეს ჩემნაირი კაციდან კი არ დგება და რაღაცა ეს ადგენილია საქართველოს ბორჟები გაფწინდება მაგრამ ეს ძალები თავის ძალებს თავის რაღაცა უნდა გააკეთო მაგრამ ვეცადო ჩემი ხალხო რომ მაინც აი ესეთ პროცესს თან ვერ იდოთ ვერთმა შეგვინდა სხვა ჩვენ წოდებთ დიახ Mama არ მესმის. ის ამბობდა ჯერჯერობით გადაცემაში. ხო. ადამიანსორმეტი ისე და ვიციო ფორმულები ერთი გამოვიდა შექმნა არა ადამიანს მაშინ ხომდა ესო ერთი მეგრიო. ამას ისე ვეთქმედია. თუ ერთი რამე იცოდეთ. ვაუ ის განა ფოტო შექმნილი. თუ ჯერ ერთი დიდი შეცდომა. ერთი ჩვენი დიდი შეცდომა. აპატიოს მე თქვა ხა მე არ ვარ კინოთუა ჯაჯანიძე მაგრამ ეს ჯაჯანიძეები ეს ძალები ემსახურებენ უმრავლესობად არაეკლესიურ პროცესებს და მაგენები ასე უნდა ლაპარაკობენ იმიტომ რომ იმაში უხდიან ფულს მოგამიგე მოწეულის იმას კი არ მოიწევს ღვთისმეტყველო ვიღაც ის მოიწევს მისნაირს იქანა ღვთის ახლა მე რომ აპატიოს მე თქვა მე დიდი მაგრამ მე რო ახლა ჯაჯანიძე მეწევს კი არ მოგიხანა 1000 წელი არ მოვა მე. გოდეში იმიტომ რომ მაგენს ვერ გაუჩევიათ ხალი და კაცი. ვერ გაუჩევიათ 1000 რაღაცეები და იმას არც უნდა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა პიტავი ჯაჯანიძეს გადაცემა არ უნდა იყოს თუ გაინტერესებს. თუ არ შეიძლება ეს კაპირონებები ვინც მარტო ჯაჯანიძე პიროვნებას კი არ ვეხება დაუშვათ. ვინც არ უნდა იყოს თუ არ შეიძლება და მათი ეს გადაცემები არ იქ შენ არ უნდა ეცადო კაცო. მე მაპატიოს მე თო ერთხელ მახსოვს ასეთი რაღაც ფილმი გებასე ქართველებმა რა ქვია სახლი ძველი მასში ქალაქში თუ რაღაცა დაიჯერე შინაგან არ მომცა რომ ეს მეყურები და ჩემ მეგობართან განვაცხადა იმანაც ასე მით ანალოგიურად რა ვარც მაგრამ ეს მოხდებოდა ეკრანზე საერთოდ არ მაქვს ნაყურებინე და არც მე უბრალოდ მოხდა შინაგან არ მომცა ვერ მომცა და მე რო გავიგე და ვინცაც უყურებია სატანისტების დაკვეთა ეს თურმე თუ შეცდომაზე კი არა შენ უნდა შეხედო თუ მე ხარ გავუნები რომ მე ანგელოზი ვარ წმინდა მე ჩემი თავი ყოფნის მაგრამ თუ ახლა შემოხალხო არის სიტუაცია უნდა შეხედო შენ უბრალოდ თუ ვერ გაიგებ შენ რას ემსახურება დღევანდელი დღეს რომელიღაც ტელევიზიები დღეს რო მოგასო ჩემზე ერთი ამბავი ატეხე თუ რუსთავი ორი კი არა მარტო დაქცევა ჩვენი აზროვნება დღეს მაგრამ ეს ტელევიზიები რო ემსახურებიან
გარდა მართლა ზოგიერთ ტელევიზიაში და არის ესეთ გადაცემა მოგეწევი, მაგრამ ამიტომ უნდა განერიდო ის. არ უნდა იყურო ეს. უნდა არ გარკვნა შენი მე მახსოვს მაგალითად ასეთ სიტყვები ერთხელ მეუბრუნდა რომ თხილად უნდა იყოთო, გონება არ დამახინჯოთო. თუ არაო ახალგაზრდობაში სადაც ეშმაკს უთხარი გამარჯვებაო, ეხლა მეუნება გაგიბიჯოს. წარსული სოდვა ხო გდელი ვარ, ისე მეთქავს. შეიძლება ამოგაბდეს უცბად მე რო ჩადგები და მივხვდები, მე რეჭამ თითებს და მიდიხარ რომ მაგრამ მადლობა ღმერთს ეკლესია კიდევს მან რომ მინდა რომ ამიტომ უნდა ეცადო რომ არ დაიმახინჯო აზროვნება. მე დღევანდელ დღესაც მახსენდება მაგალითად უზნეო ზოგიერთი ფილმები და გადაცემები, რომელიც უნდაც ახალგაზრდობაში მიყურებია. გამიგე? რომელიც დღეს გინდათ ვარა უცბად რაღაც გუარელოდები და ვულკანი ამოასხამს, ისე ამოგასხამს ის. ამიტომ ეთი ასეთი გადაცემები შენ არ უნდა იყო. უნდა მოიგო. მოგამიგე? იმ კაცის დავალება ისაა. ო რატო? იმის დავალება ესაა. ბიჭო დღეს ტაგი მასხარები. ადრე მეფეებს ყავდა კლოუნები. და ახლა ეს კლოუნებიც ტაგი მასხარები კი არ არის, უბრალოდ გააჩინა. არამედ ვიღაცის დაკვეთას ასრულებენ. გაგიკვირდება იმნაირი პოლიტიზირებული პროცესებს აკეთებენ და თან პოლიტიზირებული რო იყოს ისეთ სფეროში რომ რაღაც პატარა საქართველოს ეხებოდეს და რაღაც საქართველოს ინტერესი იყოს იგი და რაღაც საერთოდ არა ვირას დაუკვეთ თავის დედის გინება რომ დაუწირო თავის დედას აგინება. ასე საზოგადოება უფრო მეტად უნდა შეგეცოდოს კაცო. და ჩვენ ამაში ვარ ბედნიერები რომ ჩვენ ვემსახურებით ღმერთს, უბედურებ რომ ვერ ვემსახურებ დაუშვით, მაგრამ ბედნიერება რომ ეს გზაა ცხონების. ჩემთვის ბედნიერება მაგალითად ჩემო ხალხო რომ დაუშვათ მე ვხედავ არა მარტო ეკლესიის სიახში, არამედ ეკლესიის გარდაც არის ისეთი ადამიანები, რომელსაც ძალიან უყვართ საქართველო. მე ვცდილობ რომ მაგალითად ზუსტად თქვენთან მქონია მიუხედავად იმას რომ თავის ამ პატრონისული ყველა საკაც ხო და ძალიან ძნელია დღეს ადამიანმა დაიდოს ფიზიკური სილამაზე უფრო მეტი აზროვნული პროცესიც. როცა ბრძენი ადამიანი რაღაცა ღმერთს მიცემს სიბრძნეს. ეს პატარა კი არა. სოლომონი ბრძენი იყო, მაგრამ ბოლოს ისე მიიქცა, ხო ხედავ, რამდენი ცოლი და ხარჯები ყოფილა. და ქალების პროცესიდან კერთაყვანესემელი გახდა. არ იყო ის სიბრძნე მე იმ ხელაზე რომ ბოლომდე დატოვებული უწოდისობრივ მაინც გააქალა თავის იმაში, ხო? და ასეც არის რომ არ არის ადვილი ჩემო ხალხო რომ დაუშვათ რაღაც პერიოდში შეიძლება ვერ დაიდო, მაგრამ ეკლესიის ტრობა და უკვე საქართველოს ტრობას რო დაიწყებს კაცი, იქ უნდა განერიდო. აქ არის ზალები, რომლებიც პირდაპირ ეკლესიის, ანუ ანტიქრისტეს პროცესებს აკეთებენ. ახლა უნდა განერიდო. სხვა რამე კი არა ეს. კარგი, რამე შეკითხვა ხომ არა გაქვთ? კარგი, აბა, მე თქვა დავუსვათ, მე თქვა გადაძლიერებთ.